მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა რეზიუმე, სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერით, ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებს ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერით, ასევე შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ გვიყუროთ Facebook-ზე, პირდაპირ ეთერში პალიტრა ნიუსის გვერდზე და ასევე შეგიძლიათ YouTube-ზეც იპოვოთ პალიტრა ნიუსის არხი და იქაც გვიყუროთ პირდაპირ ეთერში. ქართული ოცნება დღეს პოლიცსაბჭოს ხტომა გამართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის ესწრებოდა. ფაქტობრივად საგანგებო პოლიცსაბჭოს ხტომა იყო, შეიძლება ითქვას, სწორედ იმ სანქციებთან დაკავშირებით, რომელიც დიდმა ბრიტანეთმა ორ ტელეკომპანიას იმედს და პოსტივის დაუწესა. პოლიცსაბჭოს დასრულების შემდეგ ირაკლი ყობახიძემ გააკეთა განცხადება, უпростоრად წაიკითხა პოლიცსაბჭოს მიერ მიღებული განცხადება. თავისუფალ მედიაზე თავდასხმის მოტივი ცოცხალმკვდარი ოპოზიციისთვის მაჯისცემის შენარჩუნების მცირეოდანი შანსის მიცემა იყო, ვერავით არის სანქცია, ეროვნულ აუწყებელს ვერ აიძულებს სიმართლის თქმაზე უარი თქვასო. ვკითხულობთ ამ განცხადებაში. თუმცა ამ განცხადებაში მარტო არ არის საუბარი მედიებზე, საუბარი არის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართავს ფაქტობრივად ქართული ოცნება. საინტერესოა, რომ ცალკეულმა უცხოელმა აგენტმა, ვკითხულობთ ამ განცხადებაში, ბრიტანული სანქციების ფონზე სხვა რადიკალებს გაერთიანებისკენ და ამ გაერთიანების დასავლეთისთვის, უფრო კონკრეტულად ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, ქართული ოცნების პოლიტიკურ ალტერნატივად შეთავაზებისკენ მოუწოდა. იქვე დასძინა, რომ ვაშინგტონისთვის შეთავაზებულ მათ კოალიციას აუცილებლად შეუერთება პარტია ლელოც თავის ლიდერებთან ერთად, რადგან პროცესებისგან დისტანცირება ამ პარტიისთვის რთული იქნება. აგენტურის ეს განცხადება ჩვენთვის საინტერესოა იმ ფონზე, რომ აშშ-ს მოქმედ ადმინისტრაციას ღიად აქვს გაცხადებული იმგვარი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც უცხო ქვეყნების შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობას გულისხმობს და შემდეგ მიდის დიდი ტირადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია არაპირებს უცხო ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევას და იმედია ჩვენ საქმეებშიც არ ჩაერევაო. ანუ ფაქტობრივად ოპოზიციას არ შეხვდებითო, ამის იმედი არის გამოთქმული და სწორედ ჩაერევით თუ არა ჩვენ საქმეში, ამაზე იქნება დამოკიდებული ტრამპი დაამარცხებს თუ არა Deep State-ო. ნათქვამია ამ განცხადებაში. ლევან ყურაშვილი არის ჩვენი სტუმარი კოალიციას სრულებისთვის წევრი. მოგესალმებით. სალამ მერე. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. დავიწყოთ ამ სანქციებით. ხო, ამ სანქციებთან დაკავშირებით კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლება ამბობს, რომ ყველა კომპანია უნდა ითანამშრომლოს, ჩვეულებრივად გააგრძელოს ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობა, ხოლო ტელევიზიამ გამოაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბანკებმა გვითხრეს, რომ პრობლემა არ გექნებათო, ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ, რომ რამდენი ჩვენი ბანკი გავაკეთოთ, რომელსაც იმედის ბანკი ერქმევა. რა ვითარება მივიღეთ დღეს თქვენი გაზეთ? მოგესალმებით მერე კიდევ ერთხელ, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს მსმენელებს და მაყურებლებს. ხო, დღეს გააკეთეს განცხადება, რომ აი კი გვემსახურებიანო, მაგრამ ჩვენო მაინც უარს ვამბობთ, ხო არ დავასანქცირებინებთ ახლა სხვა კომპანიებსაც. სინამდვილეში არავინ მომსახურებას არ აპირებდა სანქცირებული კომპანიის, იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი რისკი იმ ბანკისთვის, ვინც გადაწყვეტს, რომ სანქცირებულ კომპანიას მოემსახუროს. მაგრამ ახლა ამას ხო არ იტყოდნენ, რომ არავინ არ აპირებს მომსახურებას, მათ შორის არც ბატონი ბიზნეს ქართულ ბანკიო და ამიტომ გააკეთეს განცხადება, რომ რაღაც თითქოს რაღაც ბანკის შექმნას აპირებენ, რაც რა ქვია, რა დავარქვა ამას არ ვიცი. იმედის ბანკი. ხო. სინამდვილეში დიდი ალბათობით არანაირი ბანკი არ გაიხსნება, რა ვიცი, ბუტკის გახსნას თუ აპირებენ სადმე ვერ გეტყვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ბანკს ერთი უამრავი რეგულაცია, რომელიც უნდა დაიცვას, რომ საერთოდ მიიღოს ლიცენზია და იმედ სანქცირებულ კომპანიასთან დაკავშირებული ბანკის გახსნა გაუჭირდება თვით ნათია თურნავასაც კი, ანუ ლიცენზიის მიცემა. ამიტომ დიდი ალბათობით ამ ამბავს არაფერი არ მოყვება, მაგრამ თუ დაუშვათ და გააკეთებენ, რეალურად მათთვის არაფერი არ იცვლება, ხო? ისინი აი ბანკი თუ ესეთი ბანკი იარსებებს, ვერანაირ საერთაშორისო გადარიცხვას ვერ გააკეთებს, იმიტომ რომ დაკავშირებული იქნება იმედთან, ქვეყნის შიგნითაც თითქმის გამოვრიცხავ, რომ ვინმე მასთან ითანამშრომლოს ამ ბანკთან, ახლა უბრალოდ რომ რაღაც ბარათი თუ უნდა სახელად რომ კონდეთ და ზედ ხელფასები ჩაურიცხონ თანამშრომლებს, ეს სხვა ამბავია. ამის გაკეთება რა კერძო პირსაც შეუძლია, ეგრეთ წოდებულ შავი სალა რო ეკნებათ და მოახერხებენ რაღაც კერძო ფიზიკურმა პირმა ყველა თანამშრომელს ესე რაღაც ხელით ურიცხოს ხელფასები, თუმცა ეს პრობლემა ხომ რეალურად არ მოიხსნება, მათ შორის ყველაზე რიგითი თანამშრომლისთვის იმედის და პოსტივის ეგრეთ წოდებული ტელევიზიების, ხო? ანუ მათ ექნებათ რეალურად პრობლემები, იმიტომ რომ ბანკში რომ მივიდნენ მაგალითად ცესკის ასაკებად, ხო?
თამაშობს რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ხელფასს რაღაციდან ხომ უნდა ჩაირიცხოთ. ხელფასს ჩაირიცხო ხომ ხო უნდა მიიტანო ცნობა რომ ამ და ამ კომპანიაში მუშაობს. პრობლემა ექნებათ, იმიტომ რომ თუ ისინი ხელფასს ოფიციალურად მიიღებენ, ის არ ხდება ხელფასს. კონკრეტული ადამიანი ეს ყველაზე ნაკლები პრობლემა რა თქმა უნდა პროპაგანდის ახიძებს ნამდვილად კონკრეტული თანამშრომელი ამ ძღოლი ან ოპერატორი ხელფასს მიიღებს. ზოგადად პრობლემები რო იქნება ამ კომპანიაში და კარგი ცხოვრება მათთვის რო დამთავრდა, ეს არის ფაქტი და ეს ეთყობა ყველას, მათ შორის ამ ისტერიკულ გამოსვლებს. ეხლა იმას არ ვამბობ რომ ხვალ იმედი დაიხურება, ან ზეგი დაიხურება, იმედი არა, ასე არ მოხდება. იმედი რეალურად იყო დოტაციაზე, ხო? ივანიშვილის კომპანიები ურიცხავდნენ მას ათობით და ასობით მილიონს და 500 მილიონამდე დავალიანება აქვს და როგორმე მოახერხებენ შავი ფულის კომპანიაში მიტანას, მაგრამ ბევრი რაღაც შეეზღუდებათ, მაგალითად ის ლიცენზიები რაც ჰქონდათ, აუშვათ გასართობ გადაცემებზე, ხო, რაც თავარ რეიტინგს წერდა იმეჯში და არა საინფორმაციო შეექმნა პრობლემას შეექმნა და დიდი მანქანები რო ყავთ და თეფშებით დადიან ხოლმე იმ მანქანებს როგორ უნდა მოიმსახურონ იმას ხო ქართული კომპანია არ ემსახურებო უცხოური კომპანია რომელსაც სატელიტზე გაყავს და იმას ურიცხავენ ფულს ამას როგორ გააკეთებენ ბევრი პრობლემა იქნება მოკლედ და ყველა მთავარი პრობლემა რაც არის ეს არის რეპუტაციული პრობლემა და დაამყამთ სიცოცხლის ბოლომდე რომ ამ ადამიანები სად მუშაობენ ხო რა დიდმა ბრიტანეთმა ის ხარ დაუსანქცირებია რომ აქ რაღაცა ოპოზიციაზე ცუდებს ლაპარაკობდნენ დაასანქცირეს რისთვის რომ ისინი მუშაობენ კომპანიაში რომელიც პირდაპირ ემსახურება რუსული ომის მანქანას ეხმარება რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში ანუ ჩვენ ვლაპარაკობთ პროპაგანდაზე ომის პროპაგანდაზე რომელიც არის განუყოფელი ნაწილი რუსული აგრესიული მანქანის ხო ამაში დახმარებისთვის არიან ისინი დასანქცირებული და ეს ლოკალური ქართული ამბავი კი არ არის თელ მსოფლიოში ეკნება ამ ადამიანებს დაამყა, სადაც არ უნდა წავიდნენ, ამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, ხო, ეს ომი ოდესაც ხო დამთავრდება. ეს ომი ვერ გაგრძელდება 20 და 30 წელი. აი ეს ხალხი, რომელიც დღეს მუშაობენ იმეჩი 20, 25, 30 წლები არიან. მომდევნო 30-50 წელი რომ უნდა იცხოვრონ. ეს დაამყა ეკნება სიცოცხლის ბოლომდე, სადაც არ უნდა წავიდნენ, ყველა გაახსენებს მათ, რომ მაშინ როცა ებრძოდა უკრაინას რუსეთი აგრესიულ ომში, ეს ადამიანები, ზოგი ნებით, ზოგი უნებლიეთ, ეხმარებოდნენ რუსეთს აგრესიული ომის წარმოებაში უკრაინის წინააღმდეგ და მარტო უკრაინის წინააღმდეგ კი არა მთელი ცივილიზებული დასავლური სამყაროს წინააღმდეგ ომში იღებდა ომში ეხმარებოდნენ რუსეთს. ამიტომ მათ ეს პრობლემები ექნებათ მარტო იმედი არ არის აქ რა თქმა უნდა პოსტივი არის და სხვა პროპაგანდისტულ მედიებსაც შეიძლება შეექმნათ იგივე პრობლემები თუ ისინი ასე გააგრძელებენ. ხო, ნუ რუსთავი ვარ გადაჭამ ეტაპზე, მაგრამ ახე ხელისუფლება რას ამბობს ეხლა წაგიკითხავ. ერთხელ არის ქართული ოცნება, რომ იმას საქართველოს ხალხმა გამოუცხადა ნდობა ამ განცხადებაში ამბობს ამას და ხოლო მეორე მხარეს დგას გარეთ ძალების სამსახურში მყოფი რადიკალური ოპოზიცია, უცხოური აგენტურა, რომელსაც ქართული ხალხის ლეგიტიმაცია არაფრად უღირს და უცხოელი პარტნიორების დავალებების ვერ შესრულების გარდა არაფერი აწუხებს. ამ ადამიანების სიტყვა უსამშობლო ყველაზე ზუსტად აღწერს, რაც ბრიტანელ სანქციებზე მათმა რეაქციამ კიდევ ერთხელ საუკეთესოდ წარმოაჩინა. უკვე ყველასათვის აშკარაა და მას არ თავად მალავად, რომ ამ უსამშობლო ადამიანებისთვის არათუ სამშობლო, რომელიც ბევრად უფრო აღმატებული და ემოციური ცნება, არამედ სახელმწიფო და სახელმწიფოებრობაც კი არაფერს ნიშნავს. სინამდვილეში მათ აქვთ ერთადერთი мотиваცია მუხლებზე დაჩოქილი დაელოდონ უცხოელი პარტნიორებისგან დავალებებს, რომელთა უპირობოდ შესრულება მათი ერთადერთი მოვალეობაო. ანუ ეს ამ სანქციების ერთ-ერთი შედეგი არის ისო, რომ ოპოზიციას რამდენიმე დღე გაუხარდებაო, მეტი შედეგი ამას არ მოყვებაო. და აი საჩვენებს რომ ისინი უსამშობლოები არიან, უცხოელებს შესჩერებიან ხელებში ასე. ხო, ეს განცხადება ესე რო ავიღოთ რაღაც ძველ გაზეთის ფურცელზე რომ დავბეჭდოთ და ქვემოთ, რა ვიცი, სერგო ორჯონიკიძე ან ფილიპე მახარაძე მივაწეროთ, ვერაფერს განსხვავებას ვერ ვნახავთ. მაშინაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ ადამიანებს ეს ფილიპე მახარაძეები, სერგო ორჯონიკიძეები ეძახდნენ უსამშობლოებს, უცხოეთის აგენტებს, პირდაპირ ამ სიტყვებს ეძახდნენ. იგივეს იმეორებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, ხო? ამ სხვაების მიმართ, მარტო ოპოზიციაზე კი არ არის აქ საუბარი. ყველა ამ ადამიანის მიმართ, ვინც არ ეთანხმება მათ, ყველას ეძახიან აგენტებს, უსამშობლოებს და ასე. ეს არის ჩვეულებრივი პროპაგანდა, ამაზე ყურადღების გამახვილება არ ღირს ჩემი აზრით. თავარი ამ ამბავში რა არის, თუ ასე არაფერი მნიშვნელობა არ აქვს.
დღეს სასწრაფოდ რატომ მოიწვიეს პოლიცსაბჭოს ხდომა? ეს რაღაცა არმაზის კერპივით რო ყავთ ის ადამიანი, რატომ გამოიყვანეს და რატომ აჩვენეს ყველას თავის მომხრეებსაც და იქ თვითონ გუნდი შიგნით რომ არ წასულა ეს კაცი არსად, ეს კაცი ჩვენ გვერდით არის და იქნება ბოლომდე ჩვენ გვერდით. ამის ჩვენება უნდათ, ხო, სხვა მნიშვნელობა ხო არ ქონდა ამ ეგრეთ წოდებულ პოლიცსაბჭოს ხდომას, ხო? მაგისთვის, ბრიფინგისთვის ხო არ ჩაუტარებიათ რაღაცებს რომ სისულელებს რო ლაპარაკობდა კობახიძე იქ ბრიფინგზე და რაღაც კიდევ deep state-ებს რო ეძებდა და ამერიკას და ევროპას რო ეხვეწებოდა რომ მოდით დავილაპარაკოთ კაცო რა მოგივიდათო. ამას ამბობდა, ხო? ამერიკასაც და ევროპასაც იგივე არ თქვა? თქვა რომ აიო თქვენ გაწყვიტეთო ჩვენთან ურთიერთობაო და ახლა მოდით და დავილაპარაკოთო. ლაპარაკი თუ უნდა ირაკლი კობახიძე საერთოდ ვინმესთან და თუ უნდა რომ ვინმე ხმა გასცეს საერთოდ ქცევა უნდა შეცვალონ. ის ქცევა, რასაც ახლა აკეთებენ, ხალხს რო იჭერენ ტროტუარებზე დგომისთვის, ყველაფერს ამ ქვეყანაში რომ საკუთარ ტანზე ირგებენ, ხო? ეს თუ შეიცვლება, მე მართლა შეიძლება ვინმე დაელაპარაკოს. თუ რუსეთს დაეხმარებიან პროპაგანდის წარმოებაში. ამ აქვე უნდა უთხრათ ჩვენს მაყურებლებსაც, ვისაც არ უსმენია და რადიო მსმენელებს, ვისაც არ მოусმენია ეს განცხადება, კობახიძე მან თქვა, რომ ჩვენ გვინდა ურთიერთობის აღდგენა, დიალოგი ევროკავშირთანო და თვითონ უნდა დაიწყონ ეს დიალოგი ჩვენთანო და ამერიკის შეერთებულ შტატებთან კიდევ უნდა აღადგინოს სტრატეგიული პარტნიორობა და ეს იქნება გადმოდმული ნაბიჯი ჩვენსკენ. ხო, ამერიკით რო დავიწყოთ, ხო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით უპასუხა ქართულ ოცნებას. თქვენ თუ გინდათ ჩვენთან სერიოზული თანამშრომლობის სურვილი აჩვენოთ, კონკრეტული რაღაცები გაქვთ გასაკეთებელი. არაერთი განცხადება იყო ასეთი. ბოლო განცხადებაში საერთოდ ჩაამატეს, რომ პოლიტიკური ვითარება არის მნიშვნელოვანი ქვეყანაში, რა პოლიტიკური ვითარება. ამას ამბობდა ამერიკის შეერთებული შტატები და ამას ეუბნება მათ. უბრალოდ ესენი როგორ პასუხობენ, იცი, ელჩმა რო დანაბარები ჩამოიტანა აქ და ივანიშვილთან შეხვედრა რო უნდა და ივანიშვილი მას არ შეხვდა. წადით და კობახიძეს ელაპარაკეთო და ჯეიდი ვენსმა თქვა რამდენიმე დღის წინ ძალიან ამ ვითარებას რო უხდება ისეთი ფრაზა ირანზე როცა საუბრობ. ჩვენ ლაპარაკის პრობლემა არ გვაქვს არავისთან. მათ შორის არც ქართულ ოცნებასთან ექნებათ ლაპარაკის პრობლემა. ყველას ელაპარაკებენ. უბრალოდ ლაპარაკს უნდა ქონდეს აზრი. უნდა ველაპარაკებოდეთ იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. საუბრობდა ირანის შემთხვევაში აიათოლასთან ლაპარაკს, ხო? კობახიძეს რატომ უნდა დაელაპარაკო? დაელაპარაკებიან პირდაპირ ივანიშვილს, თქო, ივანიშვილი არ ხვდება. ივანიშვილი ამას ჯერს ჩემი ფული მომეცით, მე რა ვილაპარაკოთ და ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებთან პირობების დაყენებით, მით უმეტეს ამ ადმინისტრაციასთან პირობების დაყენებით, ესე ვერაფერს ვერ მიაღწევ. თორე ლაპარაკის პრობლემა არ იქნება, ოღონდ ლაპარაკს აზრი უნდა ქონდეს. მათ იციან კონკრეტული რაღაცეები, რაც აქვს შესასრულებელი. და ეს კონკრეტული რაღაცეები შემიძლია ვივარაუდო მინიმუმ რა შეიძლება იყოს. იმიტომ რომ სხვა ებს თუ შევხედავთ, ხო? მაგალითად იგივე ვენესუელას, ბელარუსსაც კი ელაპარაკებია, ხო? ბელარუსმა როდის დაელაპარაკეს? პოლიტპატიმრების გათავისუფლება რო დაიწყო მე, ვენესუელამ პირველი რა გააკეთა? პოლიტპატიმრების გათავისუფლება დაიწყო. ისე მათ არავინ არ დაელაპარაკებათ. ესე არ ხდება, რომ შენ ისე გააგრძელო აქ სიგიჟეების კეთება და ვიღაცები გელაპარაკებოდნენ და რაღაც სტრატეგიული მით უმეტეს სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენაზე გელაპარაკებოდნენ. ასე არ გამოვა, ამათ თუ უნდათ რომ ვინმე სერიოზულად აღიქვა საერთოდ, ჯერ უნდა მოიცნენ როგორც სერიოზული ადამიანები, კომიკურად არ უნდა იქცეოდნენ. ბრიტანეთის რაღაც დაშლას არ უნდა ლაპარაკობდეს უმრავლესობის ლიდერი. კომიკურია, სირცხვილია, არ შეიძლება არასერიოზული და შვედეთის ეკონომიკურ პრობლემებზე არ შეიძლება ლაპარაკობდეს იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ცხოვრობს სიღარიბეში. როცა იქცევი კლოუნივით, მოგექცევიან როგორც კლოუნს, არავინ არ დაგელაპარაკება. ხო, მესმის, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენ ხო მივიღეთ ახლა სიტუაცია, როცა ქართული ოცნება ფაქტობრივად ყველას უტევს. ხო, ახლა ბრიტანეთსაც შეუტიეს. თავიდან მარტო რაღაც ევროპარლამენტარებს უტევდნენ გვახსოვს, ხო? მე რაღაც ბალტიის ქვეყნებს, თითქოს რაღაცა დაფალეხობა იყო. მე ევროპულ ბიუროკრატიას და ხა პირდაპირ ხო არც ბრიტანეთს ეპოვებენ, არც ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამ ვითარებაში ხა სადამდე შეიძლება წავიდეს, ხო, პროცესი. ერთადერთი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯერჯერობით ამერიკის შეერთებულ შტატებს ელაპარაკებენ, როგორ იცი? აი, გაკვირდებით. დაამარცხებთ deep states, ხომ კაი და თუ ვერ დაამარცხებთ, მე თქვენს მოგხედავთ. ახლობით ესეთი დამოკიდებულება. ამ ხალხმა ხომ ჯერ შექმნა პროპაგანდა და მე ამ პროპაგანდის თვითონ დაიჯერა. მათი პრობლემა არის ეს, რომ დაიჯერეს, რომ დასავლეთს არაფრის თავი არ აქვს. აი ეს არის მათი ყველაზე დიდი პრობლემა. რომ ჯერ ამას ხო ტირაჟირებდნენ, რომ რაღაც საზოგადოებაში ეს აზრი გამჯდარიყო, რომ თურმე დასავლეთის სუსტი არაფრის თავი არ აქვს, არაფერი არ შეუძლია. აღმოჩნდა, რომ თურმე დასავლეთ შეუძლია. ამერიკასთან
იმიტომ ლაპარაკობენ ესე რომ ფრთხილობენ. იმიტომ ტრამპმა მაგალითებით აჩვენა, რომ ესე არ არის ამერიკას ვერავინ ვერ დაუწყებს ლაპარაკს რაღაცა ულტიმატუმებით და რაღაც სხვანაირი ტონით. ამიტომ ფრთხილობენ. მეტი არაფერი მიზეზი მანდ არ არის. რაც შეეხება ევროპას და დიდ ბრიტანეთს, ხო? დიდ ბრიტანეთთან არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი გაცილებით თავისუფალია მის ქმედებებში და მიიღეს საპასუხო პასუხი, ესე არ ხდება, რომ შენ დაუსრულებლად ვიღაცებს აგინებდე და იქიდან პასუხი არ იყოს. და ევროპასთან ჯერ კიდევ რატო აკეთებენ მაგას ცით? ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ ვიქტორ ორბანი მათ გადაარჩენს და რაღაც არ იქნება კონსენსუსი მიღწეული იმისთვის, რომ მათ პასუხი მოთხოვენ, მაგრამ ესე ხო დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. ხო, შეიძლება წააგოს საერთოდ კაცო ერთ თვეში არჩევნები თქვენ ნახევარში. მე რა საპირებენ? ან დაუშვათ ვიქტორ ორბანი გონიათ რომ ყველაფერსგან დაიცავს? იმ ვიქტორ ორბანს გაცილებით ჭირდება პუტინი და პუტინთან ურთიერთობა, ხო? იმიტომ რომ ნავთობს იღებს მისგან, გაზს იღებს მისგან. მაგრამ მიუხედავად ამისა, პუტინის პროპაგანდისტები წყავს დასანქცირებული, აი როცა ევროკავშირი იღებს სასანქციო პაკეტს, იქ ვიქტორ ორბანის ხმაც არის. პუტინის მოკავშირეები წყავს დასანქცირებული, კომპანიები წყავს დასანქცირებული და იარაღის და ფინანსების გამოყოფაზეც არაერთხელ აქვს ხმა მიცემული უკრაინის სასარგებლოდ, ხო? ამიტომ ეს ვიქტორ ორბანი რაღაც მომენტ შეიძლება მათ აღარ გამოადგეთ. და როცა გიჯერებ შენ იმას, რომ ყველას ამ ხალხს არაფრის თავი არ აქვს და შენ ხარ ყველაზე მაგარი, იღებ იმ შედეგს, რაც მიიღეს, ხო? ორი კომპანია იქნა დასანქცირებული და, რა ვიცი მე, პანიკაში არიან, მეოთხე დღეა პაპუაშვილები და მსგავსი ტიპაჟები ისეთ განცხადებებს აკეთებენ, რომ საღაზოზე მყოფი ადამიანი უბრალოდ ამ განცხადებებს არ გააკეთებს. უბრალოდ რა ეთყობათ, იცი? უკიდურესი გაღიზიანება და ეთყობათ ის, რომ ისინი ამას არ ელოდნენ. არ ელოდნენ იმას, რომ ბრიტანეთმა შეიძლება მსგავსი რაღაც გააკეთოს. და ესეთი მოულოდნელი რაღაცები შეიძლება დაემართოთ მათ შორის ევროკავშირის მხრიდანაც. და ეს კიდევ ერთხელ ხდება იმიტომ, რომ საკუთარი პროპაგანდა დაიჯერეს თვითონ. ის რომ მათ ვერავინ ვერაფერს პასუხს ვერ მოთხოვს. გასაგებია და ეს თემა რაც იყო ნახსენები, ოპოზიციის გაერთიანება, ალტერნატიულად წარმოდგენა, ну, როგორც ის ამბობს, როგორც გაიგო, ახლა პალატრის ეთერში უთქვამს ერთ-ერთ ოპოზიციონერს, სწორედ ამის შესახებ, რომ ჩვენ უნდა ჩავიდეთ ამერიკაში, როგორც ერთიანი ოპოზიცია და ისე დაველაპარაკოთ და ეს მოხდა, ისე შეაშფოთა ეს ივანიშვილი, რომ მოხდა ივანიშვილი, რომ მოხდა ამ განცხადებაში და საბოლოო ჯამში ეს ერთობა ჯერ არ არსებობს და შედგება ეს ერთობა, თუ რა იქნება და რატო შეაშფოთა ასე ივანიშვილი თქვენი აზრით? შეაშფოთა იმიტომ, რომ აქეთ ფლანგზე თუ იქნება სერიოზული მიდგომა საკითხებისადმი, თუ იქნება კონკრეტულ თემებზე, არ გულისხმობ რა თქმა უნდა, რაღაც ერთი სიის და ერთი პარტიის ქვეშ გაერთიანებას, ხო? კონკრეტულ თემებზე თუ იქნება საერთო პოზიცია, თუ აქედან ადამიანები წავლენ და ილაპარაკებენ ერთ ხმაში კონკრეტულ მნიშვნელოვან თემებზე, ეს დასავლეთში აღიქმება გაცილებით სერიოზულად, ვიდრე ახლა როცა ჩვენ კოალიციაცულებისთვის ცალკე ჩადის და ელაპარაკება ადამიანებს, ხო? ცალკე ჩადის და უშუალოდ ნაციონალური მოძრაობა, ცალკე ჩადის ლელო. ეს როცა იქნება საერთო და როცა ადამიანები იქიდან დაინახავენ, რომ აქ არის რაღაც საერთო პოზიცია და ადამიანებს აქვთ ხედვა, როგორ უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში ვითარება, მერე გაცილებით მარტივია ყველაფერი. მათ შორის იმ ადამიანებთან ლაპარაკი, მათ შორის საერთო რაღაცებზე შეთანხმება. და კობახიძეს ეს ზუსტად რო აღელვებს. იმიტომ აღელვებს, რომ უფრო მგონია რომ ივანიშვილს აღელვებს. ხო, ну, ერთია ამ შემთხვევაში ხარ, ამშოლობა კი კობახიძე თუ დაკარგავს ძალაუფლებას ივანიშვილს დაკარგავს. ივანიშვილის ხელწერა იგრძნობა. კი, ივანიშვილის ხელწერა ნამდვილად იგრძნობა, მაგრამ ერთსაც აღელვებს და მეორესაც ამაზე ალბათ შევთანხმდებით, იმიტომ რომ არა, შეიძლება კობახიძე უხალისოდაც დათანხმდა მაგის საკითხს, არ ვიცი. ამიცი ხა, ყოველ შემთხვევაში კობახიძე როგორ დათანხმდა მაგაზე ვერ ვისაუბრებ, ხა მის თავში არ ვიჯექი, მაგრამ ერთი რაც შემიძლია ვთქვა, აქეთ მხარეს თუ იქნება სერიოზული მიდგომა და მე ჯერა და იმედი მაქვს რომ ეს გამოვა, იმიტომ რომ არის ამაზე ლაპარაკები, შეხვედრებიც არის, საერთო პოზიციების შეჯერებაც არის და იმედი მაქვს რომ საბოლოოდ ეს ყველაფერი გამოვა, ეს კარგი იქნება საბოლოოდ ამ ქვეყნისთვის. პირველ რიგში, დავანებოთ ხო ყველაფერს ამ ხალხისთვის, ამ ოპოზიციურ სპექტრისთვის, ხო, რომელიც ჭრელი არის. ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ საერთო პოზიციით წარდგენა გაცილებით მეტ წონას გმატებს და გაცილებით უფრო სერიოზულად წარმოგაჩენს დასავლეთის თვალში, ვიდრე ყველა რო სხვადასხვა რაღაცას ლაპარაკობს, ხო? ამიტომ ეს და პლუს ამას მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნისთვის. იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება მივიღოთ გაცილებით ქმედითი ნაბიჯები, მათ შორის დასავლეთიდან, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იმიტომ რომ ჩვენ ამ ქვეყანაში გვინდა რომ ცვლილება მოხდეს, ხო? ეს მართლა პოლიტიკურ სიშლეგეში შესული რეჟიმი
რაღაცნაირად ძალაუფლებას ჩამოშორდეს, ან ყოველ შემთხვევაში ამ წუთას თუ არ მოხდება ეს ძალაუფლებიდან ჩამოშორება, მინიმუმ ამ რაღაცა სიგიჟეში აღარ იყოს, ხო? ამისთვის საჭიროა რომ ადამიანებს ვისაც პოლიტიკური პასუხისგებლობა აკისრიათ, მოიქცენ მართლა პასუხისგებლიანად და იყვნენ მზად იმისთვის, რომ როცა ისინი წარმოადგენენ რაღაც ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, მათ ჰქონდეთ ხედვა, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. ასე ხო არ შეიძლება ჩახვიდე და ილაპარაკო, რომ ივანიშვილი ცუდია და მეტი არაფერი. ივანიშვილი რო ცუდია, ეგ იცის ყველამ გადასარევად. მაგრამ ამ ადამიანებს ჭირდებათ აქედან დანახვა, ივანიშვილი რო ცუდია, შენ როგორ ცვლი ამას, რა კონკრეტული ნაბიჯები არის გასაკეთებელი და როცა სხვადასხვა რაღაცებს ლაპარაკობ, იმ ადამიანებს უჭირთ გარჩევა რომელი პოზიცია სწორი, რომელი პოზიცია უფრო მალე, უფრო გამოსვლადი არის. ამიტომ საერთო რაღაცებზე ჯერ შეგნით უნდა შევთანხმდეთ და მე უნდა ვილაპარაკოთ გარეთ რა არის საჭირო. ხო, მაგრამ რატო გაჭირდა ეს შეთანხმება? ნუ ახლა ამას ბევრი მიზეზი შეიძლება გქონდეს. მათ შორის ამ ობიექტურის და სუბიექტურის, ახლა ყველა ადამიანები ვართ, ყველას რაღაცა სუბიექტური მიდგომები გვაქვს, არსებობს ობიექტური მიდგომებიც, თუმცა მე მჯერა რომ გამოსვლადი არის, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ. ქვეყანა, მთლიანად საზოგადოება, რომ ახლა არ არის რაღაცა ჩემის და შენის დრო. ახლა არის მნიშვნელოვანი რომ რაღაც საერთო პოზიცია გქონდეს. ოღონდ ობიექტური მიზეზებიც აქვს ამ ყველაფერს, ახლა საერთო პოზიცია იმას ხო ანიშნავს, რომ ყველა ერთმანეთს ვეთანხმებთ, ახლა ვიღაცას გონია რომ ესე არის სწორი, ვიღაცას სხვანაირად გონია. ამას შეჯერება და შეთანხმება ჭირდება, ამასაც თავის ძრომი აქვს. ახლა იმას კი არ ვამბობ, რომ მარტო სუბიექტური რაღაცეები ხდება, ხო? რაღაცა პოზიცია რო წაიღო უცხოეთში, მე მაქვს ჩემი პოზიცია, თქვენ შეიძლება გქონდეთ თქვენი პოზიცია და ჩვენ უნდა შევთანხმდეთ რაღაცა ოპტიმალური შუალედური ვიპოვოთ, რითიც ჩვენ შეგვიძლია პოზიციონირება გარეთ. ამას დრო ჭირდება და პლუს ამას, რა თქმა უნდა, ახლა ადამიანები, ყველა ადამიანები ვართ და რაღაც ჩვენი ისუები რაღაც მიზეზები გვაქვს. ამან გამოაჩინა, რომ ივანიშვილიც კი ესე ფრთხილად უყურებს, ხო, ამ ოპოზიციის გაერთიანებას, ანუ აღელვებს ეს. ეს ალბათ უნდა იყოს კიდევ ერთი დამატებითი мотиваცია იმისთვის, რომ ეს გაერთიანება ბოლოს შედგეს. მე იმედი მაქვს კი არა და დარწმუნებული ვარ დღევანდელი კობახიძის მაგ კონკრეტულ პასაჟს ყურადღებით უსმენდა ყველა ოპოზიციური პარტია და ამ ყველაფერს გაითვალისწინებენ. მე ჩემ პარტიაში, ჩემ კოალიციაში დარწმუნებული ვარ და ჩვენ ამ პოზიციაზე ვართ დიდი ხანია და გვინდა რომ ეს ერთობა შედგეს. სიმართლე რო გითხრათ, სხვებისგანაც ანალოგიური სიგნალები მოდის და მე იმედი მაქვს რომ ეს ყველაფერი ძალიან მალე დაგვირგვინდება იმით, რისიც ივანიშვილს ეშინია. კი ბატონო. და რო შევაჯამოთ ახლა ჩვენი დღევანდელი საუბარი, რამდენად შეიძლება ეს დასანქცირების პროცესი კიდევ უფრო გაგრძელდეს და რამდენად ექნება ამაზე პროცესზე გავლენას თუნდაც იგივე ოპოზიციის ერთიანი პოზიციით წარდგომას და ალტერნატივის გაჩენას. რაც შეეხება სანქციებს, ეს დამოკიდებულია არა ოპოზიციაზე, არამედ ივანიშვილის და მისი რაღაცა ქართული ოცნების ქცევაზე. ეს არ არის ჩვენზე დამოკიდებული. ჩვენი თქმა დასავლეთს არ ჭირდება იმისთვის, რომ ისინი ხედავდნენ რა ხდება ამ ქვეყანაში. ჩვენ არ ვცხოვრობთ შუა საუკუნეებში, ხო, როცა ცხენით და მალე მსვლელები გვჭირდებოდა, რომ ინფორმაცია მიგვეტანა ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში. ყველაფერი იცის გადასარევად რა ხდება ამ ქვეყანაში. ამიტომ ისინი თუ გააგრძელებენ ისე მოქცევას, როგორც ახლა იქცევიან, დატერორებას სამოქალაქო საზოგადოების, ამ ქვეყნის იზოლაციას, დასავლეთის გინებას, ისინი პასუხს აუცილებლად მიიღებენ. და ეს არის პრეცედენტული, რაც მოხდა იმედის და პოზიტივის შემთხვევაში, ხო? ეს არ არის, მაგალითად, იგივე გომელაური თუ არ ვწდები, ხო? ბრიტანეთს ყავდა დასანქცირებული. ეს საერთოდ სხვა შემთხვევაა და სხვა შემთხვევაა, როცა კონკრეტულ იურიდიულ პირებს, კომპანიებს ასანქცირებენ, ეს გაცილებით მძიმე არის. თან გაცილებით მძიმეა, როცა რუსეთთან კავშირის გამო გასანქცირებენ. ჩვენ გვყავს ამ წუთას ორი არხი, რომელიც ყავს რუსეთის გამო დასანქცირებული, რუსეთთან კავშირის და დახმარების გამო და ყავს ამ ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, რომელიც ასევე დასანქცირებულია რუსეთთან კავშირის გამო. ოღონდ ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ. და ყავს ერთი კიდე ძებნილი პირი, რომელიც გამოც თავის დროზე კანონი შეცვალა, უпростоრად დეკრეტი გამოუშვა ნათია თურნავამ, რომელიც პირდაპირ წერია, რომ რუსეთის აგენტია. ოღონდ მაშინ მის დასაცავად ყველაფერი გააკეთეს და ახლა თვითონ უპირებენ დაჭერას. ნუ რა თქმა უნდა დაჭერას არ აპირებენ, მაგრამ საქმეები აღუძრეს და თქვენს რომ რაღაც ორგანიზებული მკვლელობის ორგანიზატორია. აი ასეთ სიგიჟეები ხომ მაშინ გააკეთეს და მე თვითონ მოუწეს დაჭერას. ამ სიგიჟეებს კარგად თუ დაახსოვდეს, როგორ დაიცვეს ოთარ ფარცხალაძე მაშინ სანქციებისგან. ფაქტობრივად ეხა ნუ დაცვა არ გამოვიდათ, მაგრამ ცადეს.
ნუ ფაქტობრივად ეროვნული ბანკის რა ქვია პრეზიდენტმა საგანგებო რაღაცის გამოსცა და ფულის გატანის საშუალება მისცეს. ხო და ყველას მოუწოდა იქ საუბარი იყო იმის შესახებ რომ რაღაც ადგილობრივ კანონს უნდა დაემორჩილონ კონსტიტუციას ბანკები და არა აებას რა ქვია ეგ და ახლა სხვა მაგრამ უბრალოდ მუშტის ბრახუნია და მეტი არა. ხო გავიგე მაგრამ ორთხელ მაშინ ახლა გავიკი ტელევიზიების გამოთქვეს და რაღაცა შეიძლება გაიგო და მაშინ საუბარი იყო რომ ოთარ ფარცხალაძის გამოვაკეთებდნენ ამას. კი, ოთარ ფარცხალაძის გამო, რომელსაც ახლა ეძებენ იმისთვის, რომ ორგანიზებული მკვლელობა და ამას ვაპარაკობ ზუსტად. ახლა რომ ტელევიზიების გამოვაკეთებენ, კიდე რაღაცა შეიძლება გაიგო, მაგრამ ახლა ოთარ ფარცხალაძის გამო, რომელიც მართლა საბოლოო ჯამში კრიმინალი აღმოჩნდა, ამას რო აკეთებდა, მთელი სახელმწიფო მანქანა ჩაერთო მის გადარჩენაში. ეს მაგალითი უნდა იყოს. მის გადარჩენაში. მათთვის უნდა იყოს მაგალითი. ის სიგიჟე, რაც მაშინ აკეთეს, ახლა ხო თვითონაც ხვდებიან, რომ სიგიჟე იყო და არ უნდა ეკეთებინათ. იგივე არის ახლა რაც ჭირთ. ამ სიგიჟეებს უნდა თავი დაანებონ. მათ უნდათ ვინმე დაელაპარაკოს საერთოდ. და მართლა სანქციების ენით დაელაპარაკონ. ამ სიგიჟეებს და პოლიტიკურ სიშლეგეებს უნდა მორჩნენ. ამაზეა მხოლოდ დამოკიდებული სანქციები გაგრძელდება თუ არა. და არა იმაზე, მე თქვენ ან ვიღაცა დასავლეთში ვინმეს რამეს ეტყვის თუ არა. ეს ხო აქ ავრცელებენ შიგნით ამ ინფორმაციას, რომ აი ესენი ეს ცუდი ხალხი დადის და აქ ვიღაცებს ასანქცირებ. ასე არ არის. რუსეთთან კავშირის გამო დასანქცირებას არ ჭირდება ქართველი ოპოზიციონერის დარეკვა ან მეილის მიწერა დასავლეთში. ამას თვითონაც გადასარევად ხედავენ კიდევ ერთხელ ვამბობ. და რაც შეეხება იმას, შეიცვლება თუ არა ამ ქვეყანაში რამე, შეიცვლება იმ შემთხვევაში ორი ვარიანტი არის. ანუ თქვენ რასაც გულისხმობთ, ხო? რაზეც იკითხეთ, საერთო პოზიცია მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს თუ არა. საერთო პოზიცია პირველ რიგში იქონიებს იმაზე გავლენას, რომ გაცილებით სერიოზულად აღიქვამენ აქ პოლიტიკურ სპექტრს ის ადამიანები, ვინც გადაწყვეტილებას იღებს, ხო? ვინც შეიძლება შენი პოლიტიკური მოკავშირე იყოს მომავალში, როცა ეს ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ანუ ის ადამიანები უნდა ხედავდნენ აქ ალტერნატივას, რომ აქ არის სერიოზული ხალხი, რომელიც იმაზე კი არ ფიქრობს, ახლა ბიძინა იქნება და მე იმ სკამში ჩავსკუპტები. არამედ ფიქრობს იმაზე, რომ ბიძინა რო არ იქნება, მე ამ ქვეყანას რა მომავალი აქვს, როგორ შეიძლება განვითარდეს, რა პერსპექტივები აქვს ევროკავშირში, გაწევრიანება როგორ მოხდება. ახლა ბიძინას რო გავაგდებთ მეორე დღეს ევროკავშირში კი ვერ შევალ. ამას ჭირდება კონკრეტული რეფორმები, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა. ეს ამ ადამიანებმა უნდა დაინახონ. ასაგებია, მადლობა დიდი გადაცემის სტუმრობისთვის. ლევან ყურაშვილი იყო ჩვენი სტუმარი, კოალიციას ცვლილებისთვის წევრი. დაგვეულოთ რეკლამის შემდეგ ნიკოლოზ შურღაია ფინანსისტი შემოგვიერთება და მას ერთად გავაგრძელებთ საუბარს იმ სანქციების შედეგებზე, რომლებიც ბრიტანეთმა დაუწესა ორ ქართულ ტელევიზიას. მაშასე დაბრუნდა გადაცემა რეზიუმე ეთერში და შეგახსენებთ ჩვენი სტუმარია ნიკოლოზ შურღაია ფინანსისტი მივესალმებით მას გამარჯობა. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და თქვენთან გავაგრძელებთ საუბარს ამ სანქციებზე, მის ახსნილების მექანიზმებზე, რეალურად რა სტიშავს სანქციები კიდევ ერთხელ გავმარტოთ, რას ეხება და ახლა რატო გამოაცხადა იმედმა, რომ ჩვენი ბანკი უნდა შევქმნათო და რამდენად შეუძლიათ აი ესე ბანკი შექმნა. ძალიან მოკლედ ვიტყვი, ვიცი რომ ბევრი ითქვა ამ დღეებში ამაზე. დიდი ბრიტანეთის სანქციები ნიშნავს იმას, რომ და ეს უკრაინის შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელების გამო ნიშნავს იმას, რომ ტელევიზია იმედი გახდა მიუკარებელი, ასე ვთქვათ, პირველ რიგში ფინანსური სისტემისთვის. ნებისმიერი ბანკი, რომელიც მას ანგარიშებს გაუხსნის და მასთან ურთიერთობას აწარმოებს, თავად აღმოჩნდება ზედამხედველობის ობიექტი და სულ მცირე სხვა ბანკები, უცხოური ბანკები არ მოინდომებენ მათთან ანგარიშწორებას. რაც ნიშნავს, რომ ბანკებისთვის ეს ძალიან მძიმე ამბავია, ანუ ბანკები იმისთვის არსებობენ, რომ ფულის გადარიცხვის ოპერაციები აწარმოოს სულ მცირე და საიმედოდ შეინახონ თანხები და თუ ისინი ვერ აწარმოებენ გადარიცხვის ოპერაციებს საზღვარგარეთ, ბუნებრივია ჩნდება ეჭვი მათი ფინანსური მდგრადობის შესახებ. მათ დეპოზიტორებს, მათ კლიენტებს არ მოეწონებათ ეს, სავარაუდოდ მოინდომებენ იქიდან თანხის გატანას. აქედან გამომდინარე, არც ერთ ბანკს არ მოუნდება, რომ ტელევიზია იმეთან კონდეს რაიმე ურთიერთობა. ეს ძიმე მდგომარეობაში აყენეს ტელევიზია იმედს, ამას გარდა, ვთქვათ, სულ პირველ რიგში ისეთი ორგანიზაციებისთვის, ვისაც უცხოური კაპიტალი აქვს, ვისაც კარგი რეპუტაციაზე აქვს პრეტენზია და განაცხადი, არ მოინდომებენ ასევე მათთან ურთიერთობას, იმიტომ რომ თავადაც შეიძლება შემდგომ სანქციების ობიექტი აღმოჩნდნენ და ასე იგი, ვის ექმნება ამით სიძნელეები,
თავად ტელევიზია იმედს იმაში, რომ აწარმოოს ოპერაციები, განათავსოს რეკლამა, მიიღოს შემოსავლები სარეკლამო ოპერაციებისთვის, ისარგებლოს სოციალური ქსელებით საერთაშორისო, მისი თანამშრომლები იქნებიან დისკომფორტში, ძალიან სერიოზულში ფულს როგორ გადაუხდიან თუ საბანკო ანგარიშები არ ექნებათ. ანუ ეხლა ისინი არიან ცეცხლის ჩაქრობის რეჟიმში ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ეს არის დღევანდელი ვითარება. ხო, თუმცა გობახიძემ თქვა, რომ არაფერი არ შეიძლებაო, ყველაფერი კარგად იქნება და მოუწოდა რაღაც ქართულ კომპანიებს ჩვეულებრივად ითანამშრომლებთ იმით. ისინი მოინდომებენ, რომ ესე იგი business as usual როგორც იტყვენ, ჩვეულებრივ ამბავში გრძელდება ყველაფერი და დააჯერონ საზოგადოება, რომ არაფერი არ მომხდარა და ისე შეთავაზებების გარდა და ალბათ იმედის ხალხი დაუწყებს რეკვას თავის რეკლამის მოწოდებას, ისევ ჩამირიცხებულიო, კიდევ შეიძლება სხვა ზარებით შევიდეს, რომ ჩაურიცხებ ფულიო და ეხა ყველას უკვე სერიოზული წყალგასაყარია რა გააკეთოს ამ მდგომარეობაში. გონიერი ადამიანი, კარგ რეპუტაციას და კომპანია, კარგ რეპუტაციის ქონის მსურველი, როგორც რეპუტაციად, ანუ რომ არ გინდა რომ კეთროვანთან იყო და ამავდროულად შეიძლება გადაგედოს და ცუდად იყო, აქედან გამომდინარე გონიერი შეეცდება რომ არ ქონდეს. გააჩნია რამდენად გრადი იქნება ზეწოლის მიმართ და რამდენად გონიერი იქნება. ზოგადად იმედი როგორც იყო დეზინფორმაციის იარაღი, წუხვა რომ საქართველოს de facto პრემიერ-მინისტრი თავად არის ძალიან ბევრი სიცრუის გამავრცელებელი და ეს ერთ-ერთი ტოტი, ანუ სამი ძირითად საყრდენი აქვს de facto ხელისუფლებას, ეს არის პროპაგანდა, ფიზიკური ძალა, ძალოვანი სტრუქტურები და თუნდაც მახინჯი რაღაცა ფარული ძალა, რომლებიც ხან იჭერენ, ხან უშვებენ, მაგრამ ფაქტობრივად ესეთი ფარული კრიმინალური ელემენტებიდან მთლიანობა ძალაში განვიხილოთ და ფინანსური წყაროების კონტროლი, მათი ერთ-ერთი სერიოზული ტოტი სამიდან არის პრობლემაში მოქცეული და ეხლა იმის საშუალში არიან და ისევე იმავე იარაღით, ანუ პროპაგანდით შეეცდებიან იმის წარმოჩენას, რომ არაფერიც არ მომხდარა, არაფერს არ ნიშნავს ეს სანქციები და გავაგზავნოთ ხალხო, მაგრამ ხალხმა უკვე გაიგო ხო, ანუ ვინ არიან. კი, მაგრამ გვერდის ავლის საშუალებები ხო რამდენად არსებობს ამ ყველაფერზე და ეხლა მაგალითად რაც გამოაცხადეს ეს იმედის ბანკი, რას ნიშნავს, რამდენად შეიძლება მართლა ბანკი გააკეთონ. გვერდის ავლის საშუალებები ორია. ან გაისვარონ სხვებიც და მასთან ურთიერთობა გააგზავნონ თვითონაც ტალახში აღმოჩნდნენ, რა ვიცი, კიდევ უფრო ცუჩი, ლაფში, ნუ ან კიდე ცუც სიტყვას აღარ ვიხმარ, ან შექმნან ბანკი, თუმცა ეხლა მოდით ამ ჯაჭვს გავყვეთ რა არის ამისთვის საჭირო. ბანკს ჭირდება მინიმალური საწესდებო კაპიტალი 50 მილიონია ბანკისთვის, თუმცა იქ ელექტრონული ბანკებისთვის გამარტივებული გზები არსებობს, შეიძლება 5 მილიონი იყოს, რომლის გრაფიკი უნდა დააწესონ 50-მდე გავლა ისვლაზე. ასევე ჭირდება მას პროცედურის გავლა, ინგლისურად ეს fit and proper ქვია, მათი რეპუტაციული ცის შესახებ ეროვნული ბანკისთვის დამადასტურებელი და დამაჯერებელი ინფორმაციის შექმნა, ვინ არიან მისი აქციონერები, ვინ არიან მისი ადმინისტრატორები, ეს ინფორმაცია უნდა წარდგინონ. ანუ სუმცირე უნდა შეყავ ხა, როდესაც ბატონი რუხაძე და სამოთვალყო საბჭოს რამდენიმე წევრი გავიდა საჩქაროდ იმედის სამოთვალყო საბჭოდან, ვინ იქნებიან ის მამაცი კამიკაძეები, რომლებიც შევარდებიან ეხა და იმის ბანკის ადმინისტრატორები გახდებიან, იმედის ბანკის ადმინისტრატორები ეგრეთ წოდებული. ანუ იმედობის ბანკის ადმინისტრატორები. ხომ? ესე იგი, მაგრამ ეს უნდა შეღებდეს დამაჯერებლად ეროვნული ბანკისთვის, რომ ეროვნულმა ბანკმაც მას ლიცენზია გაუკეთოს. შემდეგ რაღაც ამასა დრო ჭირდება, იქ სხვადასხვა სამსახურები უნდა შექმნას, იქ პროგრამული უზრუნველყოფა ჭირდება და ამის უსაფრთხოების შესახებ დამაჯერებელი ინფორმაციის წარდგენა, ბიზნეს გეგმის წარდგენა. ანუ მთელი დეპარტამენტი ლიცენზირების ეროვნული ბანკის ასევე გათხრული უნდა აღმოჩნდეს. ანუ ის ადამიანები, ვინც ამ გეგმას შეადგენენ, წარადგენენ, ადმინისტრატორებად და დამფუძნებლად დარეგისტრირდებიან, ასეთი ადამიანები უნდა იპოვო, ანუ მსურველი, მოდი ასე ვთქვათ, სინდისისგან დაცილობა, არ დაცილობა თავი დავანებოთ, უბრალოდ სერიოზული რისკების ამღები ადამიანები უნდა იპოვონ. ნუ ახლა რამდენი ადამიანი იპოვოს, ვისაც ტელევიზიები გადაუფორმეს, ხო? ნუ ასევე, მაგრამ ბანკირებს რეპუტაცია მოთხოვნები არის, ანუ ბანკის ადმინისტრატორად რომ დარეგისტრირდა, გარკვეული მოთხოვნები არის. ხა მე ზოგიერთი ადამიანი ვისაც გინდა ვერ დააყენა. მაოცებს ადამიანი ზოგიერთი როგორი ტრანსფორმაცია განიცადა და რეებზე მოაწერა, ესე უხეშად ვიძახი ხელი და როგორ განცხადებებს აკეთებს. ანუ
იპოვიან ასეთ ადამიანებს, იუდებს თუ რაღაც ესეთ 30 ვერცხლის მოყვარულებს, მოდი ასე ვთქვათ, იუდა შეიძლება ცოტა დიდი სიტყვა იყოს, მაგრამ ვერცხლის მოყვარულებს იპოვიან, თუმცა რაც უფრო დრო გადის, უფრო აშკარად ჩნდება, რომ ეს ძალიან სახიფათო ვერცხლებია რა თან და შეუძლებელი არ არის, მოდი ასე ვთქვათ, მაგრამ სერიოზული წინაღობა აქვს გადასალახი. ამას დასჭირდება დრო და ცუდად გამოიყურება. ანუ რომ მე ამ ბანკზე ვიფიქროთ, ხა დაუშვა და შექმნეს ბანკი. მე ამ ბანკმა საკორესპონდენტო ურთიერთობები, ანუ ანგარიშები უნდა გახსნა სხვა ბანკებში. თავისთავად ეს ბანკიც უკვე დიდი კითხვის ნიშნებით იქნება იმ თავითვე და შესაძლოა სანქციერების ობიექტი. და ამას ხო ყველა დაინახავს, რისთვის არის ეს ბანკი. თან იმედის არ ხმევენ, ხო? და როგორ არის ვინ ბანკს მოუნდება მე ამასთან ანგარიშის გახსნა. ეხლა გინდა იმედისთვის გაგიხსნი ანგარიში პირდაპირ და გინდა ირიბად მსგავს ვითარებაში იქნება ნებისმიერი ბანკი, რომელიც ამასთან გახსნეს. ამიტომ თლათ ეს უფრო მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება შინაური ხალხისთვის იმედის მომცემ განცხადებაც იყოს, რომ აუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, გადავძლევთ რაღაცა, რომ არ დაიშალოთ ეხა ჟურნალისტებო არ გაიქცეთ სასოწარკვეთილებას არ მიეცეთ. ანუ ნაწილობრივ ანუ შიდა მოხმარების განცხადებაა, შესაძლებელია სერიოზული გეგმაც იყოს, თუმცა რაც უფრო დრო გავა, თვითონ დაინახავენ, რამდენად ძნელი შესასრულებელია. ეს de facto ხელისუფლება იმდენ უმსგავსობას სიცრუეს ჩადის, კონსტიტუცია უკვე იმდენჯერ აქვს დარღვეული, რომ არ გამიკვირდება, რომ საბოლოო ჯამში ამაზე სერიოზული მუშაობა გააგრძელონ, რაღაცა სტრუქტურების შექმნა და თანდათან ამას ერთგვარი ხორთი შეესხას, თუმცა ძალიან ესე იგი მტკივნეული წამოწყებაა და რისკებთან და ფინანსურ დანაკარგებთან დაკავშირებული. მოდით იმედის ფინანსებსაც გადავხედოთ, მაინც არასდროს დავინტერესებული ვარ, თუმცა ახლა სწრაფად ვნახე, რომ 500 მილიონი ლარამდე დაგროვილი ზარალი აქვთ და ყოველ წელიწადს 50 მილიონ ლარს ზარალობენ და შემოსავალი ამდენი არც კი არ აქვთ, ანუ დაახლოებით 45 მილიონი ლარი ქონდათ შემოსავალი 24-ში, რაც არის ბოლო ინფორმაცია. იმაზე მეტი ზარალი მიიღეს 50 მილიონი. და ეს სიტყვის თავისუფლების ჩირაღდანი, როგორც ასე აცხადებენ, ვინ არიან ის ხალხი, ვინც ამ ჩირაღდანს ესე ამდენი ფულით ასაზრდოებს და ანუ რას ემსახურება? ასე ძალიან ვის სურს, რომ პროპაგანდა აფინანსოს, რომ წელიწადში 50 მილიონს ზარალობს და კიდევ უამრავი ვიღაცა დოტაციაზე 50 მილიონი. 50 მილიონი ლარი ყოველ წელს. და 500 მილიონი აქვს ეს უკვე დაგროვილი. სახელმწიფოს უვალია კიდე 17 მილიონი საგადასახადო. შეიძლება მეტიც 17 მინიმუმ, რაც ბოლო ინფორმაცია არის საჯაროდ არსებული. ანუ სხვა კერძო კომპანიებს ალბათ 2 ლარი რო აქვს დაგროვილი, იმას არ პატიებენ და ინკასოს ადებენ ეგრევე. ტროტუარზე დგომისთვის ადამიანებს 5000 ლარი დაჯერებენ და ციხეში იჭერენ და ამათ თუ რამე 1000 ლარი ვალია. და მთელი სახელმწიფო ამათ უცემ ფარველად სახელმწიფო აპარატი ამათ ფარველად იქცა. ანუ ეს ჩვენი მძიმე მდგომარეობის კიდევ ერთი დემონსტრაციაა. თან ირონიით შეიძლება შევხედოთ ამ ამბავს და თან ძალიან სავალალოა და მტკივნეულია რა თქმა უნდა ამის საუბარი. ცუდ ხასიათზე ყოფნა არაფერს არ გუშველის და მაინც ჯობია რომ ირონიით შევხედოთ, თუმცა სასაცილო სრულიად არ არის და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ. თან მომართული ვიყოთ და თან გულში დაარდით და ტკივილი არ ჩავიდოთ. გძელი ბრძოლა გვაქვს საკმაოდ ბოროტების დამარცხება. თუმცა ხელისუფლებამ ეს როგორ შემოატრალა ნახეთ ხო დღევანდელი განცხადებას, თუ აი ვისაც უხარიათ და ასე შემდეგ, ესენი არიან უსამშობლო ადამიანები და აი ჩვენ კიდე აგერ გავართ რაღაცა სამშობლოს სადარაჯოზე. იცით რა არის? საქართველოში ადამიანები ხედავენ ვინ არის და თქვენმა მაყურებელმა იმსჯელოს მე რომ მიხარია მე ვარ უსამშობლო თუ ვინც მე უსამშობლოს მეძახის ის არის უსამშობლო. აქ საკითხი მხოლოდ ის არის, ისინი ხედავენ ვინ არის. აქ საკითხი მხოლოდ ისა ის მცირე რაოდენობის ადამიანები, რომელიც თავს იტყუებენ და მართლა შეიძლება დაიჯერონ რომ ჩემი კატეგორიის და თქვენი კატეგორიის არც თქვენ თუ გამოგიხატეთ აზრი, მაგრამ დაახლოებით ერთი აზროვნების ადამიანები ვართ, მე ასე მგონია, ჩვენ თუ უსამშობლოები ვართ ამას რომ იჯერებენ, ეს ასეთი ადამიანი არის ძალიან ცოტა. ისეთი ადამიანი, რომელიც თქვათ მისცემს ხმას
de facto ხელისუფლებას დღეს და ვთქვათ, ჩემი წარმოდგენით ყველაზე ბევრი შეიძლება რომ იყოს არჩევნები, როგორღაც 30% შეიძლება იყოს ასეთი ადამიანი, მათი უმეტესობა მხოლოდ იმიტომ მისცემს ხმას, რომ განაჯერა მათი უკეთეს ალტერნატივას რომ ვერ ხედავს. და ქაოსის იმდენად რომ ეშინია რომ ოღონდ რაღაცა იყოს და ეს არის თორე აქ ამაზეა საუბარი და იმის რეალური დამჯერი რომ იქ რამე კარგი არის, წმინდა არის და სქელი სანთელი რო უჭირავს და გრძელი რომ ეს მართლა რწმენით უჭირავს, ამის დამჯერი არის, ავიცი, ერთეულები რეალურად, ერთეულები. ხო, არა, ეს ყველაფერი მესმის, მაგრამ პროპაგანდა ცდილობს, ეს ყველაფერი შემოატრიალოს თვითონ ტელევიზია, რომელიც, ავიცით, ილინა საღამოძე სხვების გაშოვებით არის დაკავებული ადამიანებს არის ღვარძლის თხევით, ორივე განსაკუთრებით პოზიტივი და ავით ხო რაღაც იმაზე ჯვარზე გაკვრით ადამიანების, ეხლა რაღაცა სვერპლის როლში ჩადგნენ და ამას ასე ცდილობენ რომ შემოატრიალონ, რომ რაღაც ეს არის თავდასხმა თავისუფალ სიტყვაზე, ეს არის რაღაც გარედან შიდა საქმეებში ჩარევა და აქ ეს ოპოზიცია და ასე შემდეგ ერთადერთი ამას ელოდება რომ გარედან რაღაც მოხდეს, იმიტომ აქ არაფრის თავი არ აქვს. მერაბ, მოდი ასე ვთქვათ, ისინი ყველაფერს იკადრებენ, მართლაც ენას ზვალი არ აქვს და ჩვენ მათ შეგვიძლია მხოლოდ დაუპირისპიროთ სიმართლე, სიმამაცე და სიყვარული. ჩვენ შევხედოთ რეალურად, რომ არავინ არ გვძულს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სამშობლოს ძალიან ბევრ ტკივილს აყენებენ, რამდენიმე მართლაც ერთეული ადამიანის გარდა, რომელიც ალბათ არის ბოროტების განსახიერება და მათი თვალსაჩინოდანაც კი ვცდილობ დანახვას, დანარჩენი ადამიანები სამწუხაროდ არიან ან შიშით მოცული და რეალურ საფრთხებს განიცდიან, ან იმდენად წარმოსახვითი საფრთხე და ხო არის ადამიანი, რომ აი კლაუსტროფობია აქვს. ეშინია ლიფტში შესვლა და რამდენიც გინდა უთხარი რომ არა უნდა ეხლა ლიფტში შესვლას, რომ ეშინია და მორჩა. უნდა ჩვენი ვალია რომ გავიგოთ ამ ადამიანების მდგომარეობა. და ამ მდგომარეობას აქვს სუბიექტური და ობიექტური მიზეზები. სუბიექტური მიზეზია კლაუსტროფობის ფობიის მსგავსი ვითარება, როდესაც მას ირაციონალური შიში აქვს. და რაციონალურ შიშებს შევხედოთ. რაციონალური შიში არის ქაოსის შიში, რომელიც რეალურია და თქვათ რუსეთის თავდასხმის შიში, რომელიც ვიცით რომ ასეთი ბოროტი ძალა არსებობს. თუმცა ამ ორივე შიშსაც რაციონალური ახსნა აქვს, რომ რუსეთი იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, თქვათ ახლა ძალიან რომ არ წავიდეთ, რომ კიდე ერთ ქვეყანას რომ თავს დაესხას, თავის მოკავშირეებშიც კი სურათად გამოჩნდება. ანუ უნგრეთი იფიქრებს ახლა რომ ეს ხვალ მერას მიზავს. სლოვაკეთი ამას იფიქრებს, თურქეთს ეს არ მოეწონება, ირანსაც კი არ მოეწონება ჩემს სამეზობლოში რაგინა, ჩინეთს, რომელზეც რუსეთია დამოკიდებულია, სასტიკად არ მოეწონება. ანუ კი, ანუ ეს ადამიანი იქნებს მე ჩემი დამემართება და მე იმას რაც უნდა ისქნას, მაგრამ რუსებიც ხომ, პუტინის რეჟიმიც ხომ ამას ითვლის და კალკულაციას აკეთებს. ანუ მათთვის რეალური ზიანის მოყენება საქართველოსთვის ადვილი ნაბიჯი არ არის და აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ აი ბიძინა ივანიშვილი მშვიდობის გარანტია და რაღაცა რუსების გამოთვლაზეა საუბარი. გნებავთ ბიძინა ივანიშვილი იყოს და გნებავთ ვინც გინდა იყოს, რუსები იქიდან ითვლიან აქ მე რაღაც მოქმედების გაკეთება რა ხიფაც და რა სარგებელს მომიტანს. ამის აწონ-დაწონაზეა საუბარი და რა თქმა უნდა მათ ურჩევნიათ, რომ შეშინებულმა ადამიანმა დაუთმოს და მათ რაც ის გააკეთოს და ძალა არაფერის ძალის გამოყენება არ დასჭირდა და კიდევ ვიძახი ძალის გამოყენება მხოლოდ გათვლაზეა და არა ვინმეს პატივისცემაზე და ფაქტორზე. რა ლამაზი და რა საყვარელი ეს ადამიანია ბოლო-ბოლო რომ საძაგელმა რუსეთმა რით მოაწონა თავი რომ საძაგელმა ხო დამყრობელმა ასე დამთმობი არის ასე თქვა და ამით მოაწონა თავი ხო მის წინაშე. მხოლოდ იქავა რომ ვისაც აქვს კლაუსტროფობია, უნდა გაუგოთ სიმპათიით მოვეპყრათ და როგორღაც შევიდეთ მათ მდგომარეობაში. ვისაც აქვს რაციონალური შიშები, მათთვის უნდა შეექმნას რეალური ახსნა. რა თქმა უნდა, ჩვენს ოპოზიციას და სამოქალაქო საზოგადოებას სამუშაო გვაქვს, რომ საიმედო მოცულობა შევქმნათ მათთვის და დავანახოთ, რომ ქვეყანაში არსებობს ალტერნატივა, რომელსაც შეუძლია რომ ქვეყანა ქაოსაც აარიდოს კი არა, ძალიან კარგ მოცემულობაში გადაიყვანოს და თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს მოუტანოს უსაფრთხოებაც, კეთილდღეობაც და მომავალის პერსპექტივაც. ამიტომ ეს სამუშაო გასაწევია და მე მჯერა რომ თავის დროზე ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. კი ბატონო, ნახოთ, მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. ნიკოლოზ შურხაია იყო ჩვენი სტუმარი, ფინანსისტი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა. რეზიუმე მე გემშვიდობებთ კვირამდე, კვირას 20 საათზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.